საერთოდ კრიზისი რას ნიშნავს? მოდით ამით დავიწყოთ საუბარი, იმიტომ რომ თითქოს ასეთი კრიზისული პერიოდი ძალიან ნეგატიურად ჟღერს ხოლმე და ძალიან ხშირად ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ უნდა ვმართოთ კრიზისულ დროს, კრიზისულ მდგომარეობებს და ასე შემდეგ, ანუ თითქოს კრიზისი არის რაღაცა, რაც ნეგატიურია. კრიზისი არის ძალიან ნორმალური ჯანსაღი და ფიზიოლოგიური მდგომარეობა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც აუწყებს ადამიანს იმის შესახებ, რომ ისე როგორც აქამდე იყო, აღარ იქნება. დროა შემდეგ ეტაპზე გადახვიდა განვითარების და ამ ეტაპისთვის რაც გჭირდება, რა ნაბიჯებიც უნდა გადადგა, გადასადგმელია. შესაბამისად, თუ კი ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმ კრიზისების შესახებ, რომელიც მოსალოდნელია ადამიანის ცხოვრებაში, ამ კრიზისებთან ურთიერთობა და ამ კრიზისების გადალახვა ბევრად უფრო მარტივი იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც აბსოლუტურად მოულოდნელად ვეჯახებით კრიზისებს. და რა კრიზისებზე მაქვს საუბარი? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც დღეს ყველაზე მეტ დროს დავუთმობ, ეს არის განვითარების კრიზისები და ალბათ ერიქსონის სტრუქტურა ყველაზე კარგად გვაჩვენებს, რა გამოწვევების წინაშე დგას ადამიანის ცხოვრების და განვითარების მანძილზე სხვადასხვა ასაკში დროსთან ერთად ეს ასაკები ოდნავ იცვლება, მაგრამ მიუხედავად ამ ცვლილების ჩვენ მაინც ამ ეტაპებს გავდივართ ყოველ თაობაში, ყოველ შემთხვევაში ეს ეტაპები მეორდება. პიროვნული კრიზისები, ეს არის იდენტობის კრიზისი, კითხვა ვინ ვარ, ეს არის ეგზისტენციალური კრიზისი, რისთვის ვარ, ეს არის ურთიერთობებში კრიზისი, რატომ ვარ ამ ადამიანებთან, რატომ ვარ ამ გარკვეული ოჯახური სისტემის ან სოციუმის წევრი და სხვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ფინანსური კრიზისები, როდესაც ადამიანი სხვადასხვა ეტაპზე ეჯახება სხვადასხვა გამოწვევას ფინანსებთან დაკავშირებით, დაწყებული ფინანსების მართვით, დამთავრებული იმ ვალების დაბრუნებით, იმ გარკვეული შემოსავლების დაკარგვით, რომელიც შესაძლებელია ადამიანის ცხოვრებაში მოხდეს. ეს არის კრიზისები სოციალური, სხვადასხვა გამოწვევა, რომელსაც უმკლავდება ადამიანი, ეს არის სოციალური იზოლაციის ვარიანტი, თუნდაც შეგვიძლია გავიხსენოთ პანდემიის პერიოდი, ეს არის გარდამავალი ეტაპები, როდესაც ადამიანი ჯერ ვერ ადაპტირდა ახალ გარემოში, მაგრამ უკვე აღარ მიეკუთვნება ძველს, მაგალითად ემიგრაციის შემთხვევაში, კულტურალური ადაპტაციის კრიზისი, როდესაც ადამიანი განვითარდა და იმ ახალ კულტურალურ სფეროში ჯერ არ გრძნობს თავს ადაპტირებულად, თუმცა უკვე აღარც კომფორტულად არის იმ ძველ გარემოში, რომელშიც იყო. ჯანმრთელობის კრიზისები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანის რეალობაში, ადამიანის ცხოვრებაში ჩნდება სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, ან შეიძლება უბედური შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება, რასთანაც უნდა მოხდეს ადაპტაცია და თუ ადამიანი არ ადაპტირდა, არ მოერგო ჯანმრთელობის ახალ მონაცემებს, მას ძალიან გაუჭირდება ისე ცხოვრება, როგორც ცხოვრობდა მანამდე და მისი ცხოვრება აუცილებლად შეიცვლება. კიდევ ერთი კრიზისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ეს არის მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისი. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა დეპრესიული მდგომარეობა, შეიძლება იყოს სტრესის ან შფოთვის შედეგად ნეგატიური მდგომარეობები, რომელიც ასევე როგორც ავადმყოფობა, როგორც ჯანმრთელობის ცვლილება აღიქმება. და ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი კრიზისები. და გადავიდეთ ახლა ერიქსონის მოდელზე, გადავიდეთ იმაზე, რა ასაკში, რა კრიზის და რა ეტაპს გადის ადამიანი.
რადგან ამის ცოდნა დაგვეხმარება პირველ რიგში საკუთარ თავთან გავერკვიოთ სად რომელ ასაკში რა კრიზისი შეიძლება შემხდეს ან მქონდა, ასევე დაგვეხმარება საკუთარ შვილებთან ურთიერთობაში და თუ კი ადამიანი არის სპეციალისტი და მუშაობს სხვა ადამიანებთან, განსაკუთრებით ბავშვებთან, ეს შეიძლება იყოს აღმზრდელი, პედაგოგი, ან შეიძლება ბებია, ან დედა, ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა დაეხმარებით ბავშვს იმაში რომ გადავიდეს ჯანსაღად შემდეგ ეტაპზე და ის კრიზისული გარდამავალი პერიოდი ყველაზე ჯანსაღად გაიაროს, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვაქვს გამოცდილებაში კრიზისის ჯანსაღი გადალახვის გამოცდილება, ყოველი შემდგომი კრიზისი თითქოს და უფრო მარტივად გადალახვადი ხდება. იმ შემთხვევაში თუ ყოველი კრიზისი ჩვენთვის ძალიან ნეგატიურად აღიქმება, ჩვენ უკვე ნეგატივით ველოდებით შემდეგ კრიზისს და როდესაც ეს კრიზისი დგება, აი ის რესურსული მდგომარეობა, რომელიც დაგვეხმარებოდა გადალახვაში, ძალიან რთულად იქმნება. ჩვენი მიზანი კი არის რესურსული მდგომარეობის შექმნა. მოგვიანებით ვისაუბრებ კრიზისის გადალახვაში რა მნიშვნელოვანი პუნქტები უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ. პირველი კრიზისი ერიქსონის მიხედვით ეს არის 0-დან 1 წლამდე, ეს არის კრიზისი უსაფრთხოების, როდესაც ბავშვი ისახება და იბადება ოჯახში და მისთვის მთავარი ამოცანა ამ ეტაპის არის გაარკვიოს თუ რამდენად უსაფრთხო, რამდენად მიმღები, რამდენად კეთილგანწყობილი არის სამყარო მის მიმართ, რამდენად სასურველი ვარ და რამდენად შემიძლია ვენდო ან არ ვენდო სამყაროს, რომელსაც მოვევლინებ. ამ ასაკში პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ემოცია, რომელიც აქვს დედას და შემდეგ უკვე ოჯახს ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებით. რამდენად სასურველი იყო ბავშვი. ასევე მუცლადყოფნის პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ დედას ჰქონდეს ჰარმონიული და მშვიდი ცხოვრება, რადგან მისი შინაგანი ჰარმონია ბავშვისთვის გარეგან ჰარმონიას ნიშნავს და ბავშვი ხვდება, რომ სამყარო, რომელშიც ის ვითარდება, ანუ დედა, არის მშვიდი, არის დადებითად განწყობილი, არ აქვს ძლიერი ემოციური ქარიშხლები და შესაბამისად ის ენდობა იმ სამყაროს, რომელშიც ვითარდება, მას არ ჭირდება მუდმივად ადაპტაცია და მუდმივად ბრძოლა სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობასთან. და შემდგომ უკვე დაბადების შემდეგ, როგორი იყო დაბადების პროცესი და როგორ დახვდა სამყარო, როგორ დახვდა ოჯახი ბავშვს, რამდენად ჰარმონიული ურთიერთობაა ოჯახში, იმიტომ რომ თუ კი არის ზედმეტად იზოლირებული და არავის არ უშვებენ შიგნით, ან პირიქით მუდმივად ვიღაცა მიდი მოდის და ულოცავენ ახალი წევრის შეძენას ოჯახს, ეს ბავშვისთვის საკმაოდ ძლიერი გამოწვევაა და შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სამყარო არ არის სანდო, ან ზეპირიქით ზედმეტად რიგიდულია, ზედმეტად ხისტად მშვიდი და ერთნაირია. ბავშვისთვის კი ჭირდება ის, რომ კონდეს მოქნილობის განცდა და ამავდროულად უსაფრთხოების განცდა და მისი საჭიროების სრული დაკმაყოფილება და უზრუნველყოფა 1 წლამდე ბავშვის საჭიროებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი მათი გაჩენის და აღმოცენების თანავე. შემდეგი კრიზისი ეს არის 3-დან 6 წლამდე კრიზისი, როდესაც ბავშვს ჭირდება ინფორმაცია იმის შესახებ, რისი გამკეთებელია, რამდენად შეუძლია საკუთარი პოტენციალი გაზარდოს. ეს ის ასაკია, როდესაც დედა ეუბნება არ წახვიდე, ბავშვი დედას უყურებს თვალებში და მიდის. არ გააკეთო, უყურებს თვალებში და აკეთებს. ამ შემთხვევაში აი სიჯიუტის ხანად ცნობილი პერიოდი არის პერიოდი, როდესაც ბავშვი ხვდება, რომ ის რაც ნებადართული იყო, მისთვის საკმარისი არ არის, იმ ჩარჩოებში ვეღარ ვითარდება, მას ჭირდება განვითარებისთვის ახალი სივრცე, ახალი რეალობა და ცდილობს ამ რეალობის გამოკვლევას და რა თქმა უნდა ამას აკეთებს მოთხოვნების საპირისპიროდ, რაც აკრძალულია უფრო საინტერესო და აქტუალური ხდება და ბავშვი ესეთი ჯიუტი
ბავშვის სახელს იძენს და თუ კი ამ კრიზისის, ამ ეტაპის დროს მშობლებმა ზედმეტად ხისტი ჩარჩოები დაუწესეს. ან პირიქით საერთოდ არ შექმნეს ჩარჩოები და ყველაფერი ნებადართული გახდა. ბავშვი ვერ სწავლობს ჩარჩოებს, ვერ სწავლობს რა შეიძლება და რა არა და ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაუჩნდეს ან ზედმეტად სითამამე, რომ ყველაფერია ნებადართული, რაც დამეთანხმებით, რომ შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის, ან შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ ყველაფერი საშიში და აკრძალულია და ამ შემთხვევაში იქნება გაუბედავი და ვერ გადალახავს იმ მცირე აკრძალვებსაც კი, რომელიც ყოველთვის იარსებებს ადამიანის ცხოვრებაში. შემდეგი ეტაპი ეს არის სკოლის პერიოდის კრიზისი, როდესაც ბავშვი შედის სკოლაში და უნდა ადაპტირდეს ახალ სოციუმში. უნდა ისწავლოს როგორც თანატოლებთან, ასევე სხვა ზრდასრულებთან ურთიერთობა და მათთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება. შესაბამისად, ამ პერიოდში დედა და მამა კარგავენ აქტუალობას და აქტუალური ხდება ის, ვინც ავტორიტეტის როლს ირგებს. პირველ ეტაპზე ეს არის მასწავლებელი ან დირექტორი ან ვიღაცა, ვინც მისი აზრით არის სანდო პიროვნება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს უკვე გადადის თანატოლებზე და აქ ჩვენ შემდეგ კრიზისს უახლოვდებით. სანამ გადავა თანატოლებზე, რას იკვლევს 6-დან 12 წლამდე ბავშვი? ბავშვი იკვლევს რა შეუძლია, რა უნარები აქვს, რა დონემდე შეუძლია, რომ ეს უნარები განავითაროს და გამოხატოს და ამ დროს, როდესაც სწავლობს წერას, კითხვას, ანგარიშს, ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რადგან მხარდამჭერი გარემო აძლევს ბავშვს განცდას, რომ მისი შესაძლებლობები დიდია და მან უნდა ისწავლოს, იპოვოს გზა, როგორ განავითაროს ისინი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არის ზედმეტი კრიტიკა, არის ზედმეტად მკაცრი გარემო, ბავშვი ხვდება, რომ მისი შესაძლებლობები არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს და შეიძლება ძალიან მალე დანებდეს და უარი თქვას იმ განვითარებაზე, რომელიც შესაძლებელია ამ ეტაპზე. შემდეგი ეტაპი, ეს არის 12-დან 18 წლამდე. ეტაპი, როდესაც მნიშვნელოვანი ზრდასრულები კარგავენ საკუთარ აქტუალობას, როდესაც ის ჩარჩოები, ის პრინციპები, ის მოთხოვნები, რომელიც მანამდე სოციუმში იყო და პატივსაცემი იყო, კარგავს საკუთარ ავტორიტეტულობას და მოზარდი უკვე ეძებს ვიღაცა სხვა ავტორიტეტს, რომელთანაც ერთად გამოიკვლევს, რამდენად შეუძლია, რომ იყოს აი იმ სოციუმის წევრი, რომელშიც არის, რამდენად შეუძლია, რომ მიეკუთვნებოდეს მოზარდების იმ ჯგუფს, რომელიც მისთვის საინტერესოა. ამ პერიოდში იქმნება ეგრეთ წოდებული სასწავები, როდესაც მაგალითად საყვარელი მომღერლის, ან საყვარელი ფილმის, ან საყვარელი მწერლის ჩვენ დროს ირგვლივ იკრიფება საზოგადოება და ამ საზოგადოებასთან მიკუთვნებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მოზარდი ცდილობს, რომ შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც იმ კონკრეტულ ჯგუფს აქვს. თუმცა, აუცილებლად 18 წლამდე მოვა მომენტი, როდესაც მას გაუჩნდება სურვილი გამოეყოს ყოველგვარ ჯგუფს, იმისთვის, რომ გადავიდეს შემდეგ ეტაპზე და ამ დროს რას აკეთებს? ამ დროს გამორჩეული უნდა რომ გახდეს. ცდილობს, რომ გამოეყოს და მაგალითად შეიღებოს თმა, ლურჯად, წითლად გადაიხოტროს, ჩაიცვას 10 ზომით დიდი ტანსაცმელი, ილაპარაკოს იმ ენაზე, რომელიც არ ესმით სხვებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ხაზგასმა იმის, რომ ის ინდივიდია და აი ამ ასაკში დგება კითხვა, ვინ ვარ მე, იდენტობის კრიზისი. იმიტომ რომ აქამდე მე ვიყავი დედას ბიჭი ან გოგო, მერე მე ვიყავი მამას შვილიკო, შემდეგ მე ვარ მასწავლებლის საყვარელი მოსწავლე ან ამ კლასის წევრი, შემდეგ მე ვარ ამ დაჯგუფების წევრი და აი ახლა უკვე გამიჩნდა კითხვა, მე პირადად ვინ ვარ, მე კონკრეტულად. და ამ ასაკში
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღად მოხდეს მსხრევა იმ ყველა თავს მოხვეული ფასეულობის, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებამ მოახვია და საკუთარი ჯანსაღი ფასეულობების ჩამოყალიბება, რომელიც არის არა იმიტომ მიღებული, რომ ასია და დასრულდა, არამედ გააზრებულად და შინაარსის საფუძველზე მიღებულია. ეს ფასეულობები ცხოვრების ბოლომდე გაყვება ადამიანს და დაეხმარება ბევრ კრიზისულ სიტუაციაში. შემდეგი ასაკი ეს არის 18-დან 30 წლამდე და ამ პერიოდში ადამიანი იკვლევს რამდენად შეუძლია რომ იცხოვროს ისე როგორც სხვები. ვინ სხვები მკითხავთ? მისთვის მნიშვნელოვანი სხვები. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც უბრალოდ აქვს სახლი, ან ყავს მანქანა, ან ოჯახი, ან შეიძლება იყოს შედარებით უფრო მაღალი მისთვის ავტორიტეტული ვიღაცა, ანუ ჩვენ წარმოვიდგენთ გარკვეულ განვითარების საფეხურებს და აი ამ საფეხურებზე რამდენად შეგვიძლია რომ გადავიდეთ, რამდენად გვძალუც რომ ვითარდებოდეთ ისე როგორც საზოგადოება ამას გვთავაზობს ან საზოგადოებაში მიჩნეულია ნორმად. და ამ დროს ჩვენ ვიწყებთ ურთიერთობების დამყარებას, ვეძებთ მეორე ნახევარს, ვეძებთ პროფესიას, ვეუფლებით ამ პროფესიას და ვიწყებთ მუშაობას. ვქმნით ჩვენს ოჯახს, ამ ოჯახის ფარგლებში ვითარდებით და ასე შემდეგ. აი ეს კრიზისიც საკმაოდ მძლავრია, იმიტომ რომ ჩვენს რეალობაში ხო არის ძალიან ბევრი მოთხოვნა, ამავდროულად ძალიან რთულია ამ ყოველფრის შესრულება, ვინაიდან სახელმწიფო დონეზე არ არსებობს ისეთი შეთავაზებები, რომელიც ახალგაზრდებს მისცემდა აი ამ ეტაპის ჯანსაღად გავლის საშუალებას, თუმცა თუ ჩვენ უფრო განვითარებულ ქვეყნებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, რომ თან სწავლობდეს და თან საკუთარ უნივერსიტეტში მუშაობდეს, ან არსებობს ისეთი სამსახურები, რომელშიც სტუდენტს არ აქვს შეზღუდული სამუშაო საათები და ასე შემდეგ. მოკლედ, რაც უფრო მეგობრულია სამყარო ამ ეტაპზე, მით უფრო ადვილად გადალახვადია კრიზისი და ჩვენი ადამიანი ამ ეტაპს გადის და გადადის შემდეგ ეტაპზე, ეს არის 40 წლის 40-დან 50 წლამდე ეს შუახნის კრიზისი, როდესაც აი ეს ყველა საფეხური უკვე მიღწეულია, უკვე მყავს მანქანა, ვიყიდე სახლი, კარიერულ მაქსიმუმს მივაღწიე, რომელიც მინდა და გავზარდე შვილები და ეხლა რა, რისთვის ვაკეთე ეს ყველაფერი? რამდენად ღირდა ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ამას რომ დავახარჯე და აი ეს კრიზისი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კრიზისი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ისევ და ისევ განვითარებად ქვეყნებში, სადაც შენი კარიერის დამთავრება და შენი ფინანსური კეთილდღეობის დამთავრება მეტ-ნაკლებად ახლოს არის ერთმანეთთან, თუ კი არ იზრუნა წინასწარ საკუთარ მომავალზე, ადამიანი პენსიის მოახლოებასთან ერთად, ანუ შემდეგ კრიზისულ ასაკთან ერთად ხდება დამოკიდებული საზოგადოებაზე და ოჯახზე, საკუთარ შვილებზე და რამდენად შეუძლია ძალუც და სურვილი, რომ უზრუნველყონ მისი ცხოვრება მომავალში, ეგ უკვე ძალიან ისეთი სადაო და სანერვიულო საკითხია, ზუსტად ამიტომაც არის ეს კიდევ ერთი კრიზისი. შესაბამისად, ჩვენ გადავდივართ შუა ასაკის კრიზისიდან ხანდაზმულობის კრიზისზე, ადამიანი ხვდება, რომ კი იცხოვრა, კი გააკეთა ყველაფერი, რაც იმ პერიოდში მისთვის იყო სასურველი, ან ყველაფერი ვერ გააკეთა და ახლა უკვე მოახლოვდა მისი გარდაცვალების პერიოდი. ასაკი აქ ძალიან ცვალებადია და ვიცნობ თუ ამრავ მაგალითს, სადაც 80 წლამდეც არ მოდის ეს პერიოდი, ეს კრიზისი და არის შემთხვევები, როდესაც ბევრად უფრო ადრეულ ასაკში დგება.
თუმცა შუახნის კრიზისის გადალახვის შემდეგ ამის ალბათობა იზრდება, რაც შეეხება შუახნის კრიზისს, იმისთვის რომ ჯანსაღად გადალახოს ადამიანმა, მან ძალიან მნიშვნელოვანია რომ შექმნას ახალი ინტერესები. მაგალითად, გადავიდა და ნაცნობია ჩვენთვის ეგეთი მაგალითები, გადავიდა სოფელში და დაიწყო იქ ვაზის მოვლა, რომელსაც მამამისი უვლიდა, როდესაც ასაკში შევიდა. ან გაიხსენა ის ჰობი, რომელიც ჰქონდა ახალგაზრდობაში და რომლისთვისაც დრო არ ჰქონდა და დაიწყო ფერწერა, ან წერს მოთხრობებს, ან რაღაცას აკეთებს, ხო? ანუ ადამიანი პოულობს ახალ სიდიდეს, ახალ სფეროს, რომელშიც ის რეალიზდება და არ გაუჩნდება კითხვა, რომ მისი ცხოვრება უაზრო იყო და რისთვის გაატარა ამდენი წელი. შესაბამისად, ბოლო ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა მიიღოს საკუთარი ცვლილებები, მიიღოს ის ეტაპი, რომელიც დგება, ეს არის ეტაპი, როდესაც ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე, საკუთარ ცხოვრების წესზე ზრუნვა, რაღაცეების გადახედვა, რეორგანიზაცია და ამ დროს ძალიან კარგად მუშაობენ სხვადასხვა ჯგუფები, რომელიც ამ ასაკისთვის არის განკუთვნილი, სადაც ხანდაზმული ადამიანები მიდიან და საკუთარ ახალ სოციუმში ატარებენ დროს და თქვათ იმ გამოცდილებას იღებენ უფრო გამოცდილი კოლეგებისგან, თანატოლებისგან, რომლებსაც აქვთ ჰობი, რომლებიც რეალიზებულად გრძნობენ თავს ამ ასაკში და პოულობენ საკუთარ ინტერესს, საკუთარ ცხოვრების არსს და ამ შემთხვევაში მათი ცხოვრება ხდება უფრო ფერადი და საინტერესო. რამდენიმე ეტაპი მაქვს თქვენთვის ეს ამოწერილი, როგორ გადავლახოთ კრიზისები. როგორც მივხვდით, კრიზისი ეს არის უბრალოდ გადასვლის ეტაპი, როდესაც ის რაც აქამდე მუშაობდა, ის რაც აქამდე აქტუალური იყო, აქტუალური აღარ არის. შესაბამისად, ჩემში ჩნდება დაძაბულობა და იმისთვის რომ მე გადავლახო კრიზისი, მე უნდა რაღაცა შევცვალო ჩემს შინაგან მდგომარეობაში. თუ ეს ყველაფერი ისედაც მაქვს, მე ამ კრიზისს გადავლახავ ბუნებრივად და ჰარმონიულად და ჩემში არ გაჩნდება ის დაძაბულობა, ის უსიამოვნო შეგრძნებები, რომელიც შეიძლებოდა რომ გაჩენილიყო იმ შემთხვევაში, თუ კი მე არ მექნებოდა ეს შინაგანი მდგომარეობა, რომელზეც ვისაუბრებთ. პირველი ეს არის პოზიტიური აზროვნება, ეს არის ყოველი დღის, ყოველი ცხოვრებისეული გამოწვევის, განსაკუთრებით კრიზისული გამოწვევების დადებითის აღქმა. იმის დანახვა თუ რას მომიტანს ახლა მე ეს კონკრეტული სიტუაცია, ეს კონკრეტული კრიზისი და რა ახალ ეტაპზე შეიძლება რომ გადავიდე. ამასთან ერთად ეს არის უნარი გაიხსენო როგორ გადალახე წინა კრიზისები და ეს არის უნარი აღიქვამდე საკუთარ რესურსებს, საკუთარ შესაძლებლობებს კრიზისულ სიტუაციაშიც კი. ანუ არავითარ შემთხვევაში არ ხუჭავთ თვალს და არ ვამბობთ რა მაგარია რომ კრიზისი მაქვს და არ ვმოძრაობთ. პირიქით, პირველი რასაც ვაკეთებთ, აღვიქვავთ რომ კრიზისია და ვაკეთებთ პრობლემის ანალიზს, ანუ ვაკვირდებით რამდენად რეალურად იმდენად მძაფრია ეს კრიზისი, რამდენად მგონია და შეიძლება აღმოვაჩინოთ რომ ის რომ ჩემი შვილი საკუთარ ოჯახს იქმნის და სახლიდან მიდის, არ არის იმდენად კრიზისული, რამდენად მგონია, რადგან მე არ ვარ მხოლოდ მისი დედა, არამედ მე ვარ ქალი და თურმე ამ დროს შეიძლება რომ ის თავისუფალი დრო, რომელიც აქამდე მქონდა, არ მქონდა დავხარჯო იმაზე, რაც მინდოდა, მაგრამ აი იმ რაღაცისთვის დრო არ მქონდა, ანუ პრობლემის ანალიზი გვეხმარება ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია და გავარკვიოთ, რამდენად რეალურია ეს კრიზისი, რამდენად ასეთი ნეგატიურია და შემდეგ უკვე აქედან გამომდინარე რაღაცეების დაგეგმვა.
ემოციური მხარდაჭერის ძებნა და აპოვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს შეიძლება იყოს მეგობრების ან ახლობლების მხარდაჭერა, თუ კი ასეთი მხარდამჭერი საზოგადოება გყავთ, იმ შემთხვევაში თუ ასეთი საზოგადოება არ გყავთ, ეს შეიძლება იყოს პროფესიონალების მხარდაჭერა, ფსიქოლოგები, ფსიქოკონსულტანტები, სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, სადაც მუშაობენ გარკვეულ კრიზისულ სიტუაციებზე და მათ გადალახვაზე და მანდ თქვენ მიიღებთ პროფესიულ მხარდაჭერას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კრიზისის გადასალახად ეს არის მიზნების გადახედვა, რა მინდოდა აქამდე და ახლა რისი დაგეგმვა, რისი დასახვა შემიძლია, რა შემიძლია რომ მოვინდომო და რისკენ შემიძლია დავიწყო მოძრაობა და შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ როგორც კი შეიძლება ჩვენი მიზნები, შეიძლება ჩვენი შინაგანი მდგომარეობა და დამოკიდებულება კონკრეტულ კრიზისთან და აღმოვაჩენთ, რომ ამ კრიზისის პოზიტიური მხარე იყო ზუსტად ის, რომ მან დამაბრუნა მე ფერმწერასთან, ან მან დამაბრუნა ოჯახთან, ან მან მომცა მე იმის აღქმა, რომ მე მაქვს უამრავი თავისუფალი დრო იმისთვის, რომ საკუთარ თავზე ვიზრუნო, ვიმოგზაურო, ან ვაკეთო ის, რაც მინდოდა აქამდე. და მიზნების გადახედვის შემთხვევაში ჩნდება ახალი გზები, ახალი რესურსებია საჭირო და ადამიანი განახლდება, ანუ გამოვა კრიზისიდან, როგორც ხვდები. და თვითგანვითარება, ეს არის მუშაობა საკუთარ თავზე, აქ მოვიყვან ჩვენი ერთ-ერთი ტრენერის მაგალითს, რომელიც 90 წელს უახლოვდება და ამ ეტაპზე ორ სატრენინგო პროგრამას გადის თავად, ამავდროულად არის სხვა სატრენინგო პროგრამების ხელმძღვანელი, კურატორი და ტრენერი, თუმცა თავად გადის სასწავლო პროგრამებს და თვლის, რომ ადამიანი ცოცხალი და ახალგაზრდა მანამ, სანამ რაღაცას სწავლობს და სანამ ვითარდება და ეს ნამდვილად ასეა, ამიტომ მაშინ, როდესაც თქვენ გრძნობთ, რომ ის ძველი, ის ინფორმაცია, რომელიც გქონდათ თქვენთვის უკვე ინტერესს კარგავს, იპოვეთ ის, რასაც ისწავლით და აქ არ არის აუცილებელი, რომ რაღაც ხანგრძლივი ტრენინგები გაიაროთ. ეს შეიძლება იყოს ახალი სფეროს ათვისება, ახალი წიგნის წაკითხვა, ახალი ენის შესწავლა, ან სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების ათვისება, შეიძლება იყოს უამრავი სხვა რაღაცა, პროფესიული განვითარებაც კი, რომელიც მოგცემთ ახალი ნეირონული ჯაჭვების, ახალი ჰორიზონტების განვითარების საშუალებას, რაც ასევე კრიზისიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ და მოგცემთ ზვრას განვითარების. პრინციპში ეგ იყო, რაც მინდოდა მეთქვა, მადლობა, ვინც მისმენდით და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ გადააზიაროთ ეს ლაივი და მოიწვიოთ მეგობრები ყოველ ოთხშაბათს ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის სტიმულის გვერდზე 11 საათზე ვსაუბრობთ აქტუალურ თემებზე ჩვენს ლაივებში. სადაც შეგიძლიათ დასვათ თქვენი კითხვები. თუ გრძნობთ, რომ ხართ კრიზისში და ამ კრიზისს დამოუკიდებლად ვერ ლახავთ, მოგწერეთ შეტყობინება ვარ კრიზისში და მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას ფსიქოთერაპიაზე, ფსიქოთერაპიის 3 სესიაზე, რაც დამერწმუნეთ დაგეხმარებათ კრიზისულ სიტუაციაში ახალი ჰორიზონტების, ახალი რესურსების, ახალი ხედვის ჩამოყალიბებაში და ასევე გახსოვდეთ, რომ დახმარების თხოვნა არ არის სირცხვილი, ეს არის ძალიან ბუნებრივი, ძალიან ჯანსაღი და როდესაც თქვენ მიიღებთ დახმარებას და გადალახავთ საკუთარ კრიზისს, თქვენ სხვას მისცემთ მაგალითს იმისა, რომ კრიზისი გადალახვადია და მთავარია იპოვო ხერხი, იპოვო გზა, როგორ გადალახო კრიზისი. გემშვიდობებით შემდეგ 4 შაბათამდე, სადაც ვისაუბრებთ კიდევ ერთ ძალიან აქტუალურ საკითხზე.